უნდა გამოჩნდეს ახალი ვიღაც ისეთი, რომ ხალხი იმათ დაეყრდნო. ამ ქალბატონის მსგავსად მესამე ძალას ბევრი ადამიანი ითხოვს. თუმცა როგორც კი პოლიტიკურ როლზე ახალი სახე ან ახალი პოლიტიკური პარტია გამოჩნდება, მას მაშინვე ნაცის ან ქოცის იარლიხს აწყებებენ. ეს შემთხვევითი არ არის. ადამიანებს ახასიათებთ შავი-თეთრი პრინციპით დაყოფა და ამას პროპაგანდა სათავისოდ იყენებს. დაყავი და იბატონე. ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ჯგუფების მართვა უფრო მარტივია. პროპაგანდის სქემა ყოველთვის ერთნაირია. შექმენი სახალხო მტერი, გაურია სიმართლეს ტყუილი და გაიმეორე იმდენჯერ, სანამ სიმართლეს არ დაემსგავსება. ბევრად უფრო მარტივია მრავალფეროვნების ნაცვლად. მე გავყო შუაზე ისინი ვინც არიან ჩემთან და ვინც არ არიან ჩემთან. ფაქტობრივად ავამუშაო პრინციპი, ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია. ამიტომაა ახალი სახეების სიმწირე ქართულ პოლიტიკაში, რადგან არავის სურს ასოცირდებოდეს შელახულ იარლიყებთან. ზოგადად დაყოფა და გამოგონილი მტრების შექმნა ავტოკრატების საყვარელი ხერხია, საზოგადოების ყურადღების გადასატანად რეალური პრობლემებისგან. მანამ სანამ საზოგადოება ქოცების და ნაცების გარჩევაშია, გაძვირდა დენი, ქართული მიწები უცხოელ ინვესტორებზე იყიდება. ხალხი მასობრივად მიდის ემიგრაციაში, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა. ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლებას არ თმევენ და კრიტიკული აზრის გამოხატვის გამო ადამიანებს ციხით სჯიან. ხომ არ მოვიდა დრო, რომ ჩვენი მზერა რეალური პრობლემებისკენ მივმართოთ.